დისკო კლუბი მუშაობს? არ შეიძლება შესვლა თუ ფასიანია თუ რა არის? არ შეიძლება. ეს უფროსია თქვენი? და ფული რო გადავიხადოთ ვერ შევალთ, თქვა კითხი აბა? მაგის კითხვას იფიქრე. არა, და წყობს დაიწყო. ქართველებს არ უშვებს თუ რა არის? როგორ? ეგეთი ფონტი არ არის. შესვლა აკრძალულია. მსგავს სიტუაციას გონიო კვარიატის სანაპირო ზოლში განლაგებულ ღამის კლუბებში ხშირად იხილავთ. თუმცა ეს იმ პრობლემათაგან არაფერია, რაც იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ. უამრავი აქცია, გამოსვლა და პროტესტი ღამის კლუბებისა და ხმამაღალი მუსიკის წინააღმდეგ. ეს იმ განცხადებათა მცირე ნაწილია, რომელიც გონიოს მოსახლეობამ შესაბამის სტრუქტურებში გააგზავნა. თუმცა როგორც თავად ამბობენ, ამ ყველაფერმა უკუ შედეგი გამოიღო და გონიოში დამსვენებელთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. იმიტომ რომ ტურისტები კიდევ უფრო არ დააფრთხონ, კამერებთან გამოჩენასაც ერიდებიან. ქართველი დამსვენებლები არ არის? ერთი ოჯახი იყო, ვინც მუდმივად დადიოდა და იმანაც თქო ყველას ეშინა, ვინც მირეკავს, რატო გადიხარ, საშიშია, მაგ რა გინდათ, არ გეშინიათ ეუბნებათ. ხომ არა, თქვენ რო ეს გითხათ კამერის წინ არ შეიძლება? რამდენჯერ თქვაზრია და დავიღალე. სახელი გადახილია გონიოსო. ვიმე აღარ ჩამოდის. ამ მანქანების გულიზა, ამ თურქების გულიზა, ამ გარყვნილობის გულიზა და მთელი ამბები. ასეა სიგნალი თურქების ყვირილი, ჩხუბი, დალეული არ აინტერესებენ არაფერი. ახლა ცინავს, არ ძინავს ისმენებს არის. უზბეკი, თურქმენი, კაზაკი, კირგიზი რა ვიცი ყველა. მოსახლეობასთან შესახვედრად გონიოში ქალაქ ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძეც რამდენჯერმე მივიდა, თუმცა პრობლემა მხოლოდ ხმამაღალ მუსიკაში დაინახა და მოსახლეობას დაპირდა, რომ ამ საკითხს მალევე მოაგვარებდა. მერიის ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურშიც კომენტარს მხოლოდ ამ პრობლემაზე აკეთებენ. გონიოს დასახლებაში არის უამრავი დისკო კლუბი, რომელიც ძირითადად მუშაობს ღამის საათებში. მოგეხსენებათ, გონიოს დასახლება არის ტურისტებით დასახლებული, ტურისტები არის მრავლად გონიოს ტერიტორიაზე და ბატონ რობერტისთან მოსახლეობის შეხვედრის პერიოდში დააყენეს საკითხი გონიოს ტერიტორიაზე გადაჭარბებულ მუსიკალურ ხმაურთან დაკავშირებით. შემდგომ ამისა ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება და ეს პრობლემა მოგვარებული იქნა. გარდა აღნიშნული საკითხისა, აქ კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებით. ღამის კლუბებსა და კაფე-ბარებში გაურკვეველ სიტუაციაში აქ ასევე გაურკვეველი წარმოშობის ქალები მუშაობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარე გენო გელაძე შეეცადა მათგან ძალადობისა და კანონდარღვევის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მიიღო, თუმცა უშედეგოდ. მცირე, მაგრამ ძალადობის ფაქტის ფირზე აღბეჭდა, ჩვენც მოახერხეთ. გუნველი ხალხი არის ორგვარი პრობლემა. პირველი ეს უკავშირდება მოსახლეობის შეწუხებას და ეს არის რეალური ფაქტი, რომ იქ პრაქტიკულად ათობით, ასობით თუ არა ეგრეთ წოდებული საოჯახო ტიპის სასტუმროში არის გაურკვეველი წარმოშობის ქალბატონების ხშირად მოზღვავება. მქონდა შემთხვევა, როცა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მოგმართა თხოვნით, რომ დავხმარებოდით უცხოელ ქალბატონებს, რომლებიც სწორედ ქალაქ ბათუმში და საბოლოოდ გონიოში ეწეოდნენ პროსტიტუციას იზოლებითი ფორმით. შორსა ქონდა მცდელობა, რომ დავხმარებოდოთ თავის ქალბატონებს, მათ თანამშრომლობაზე განაცხადეს უარი. მაგრამ ფარულად აქვე ამბობდნენ, ოღონდაც არასაჯაროდ და არაგამოსაყენებლად რეაგირებისთვის, რომ მათ არ თმევდნენ პასპორტებს, ეგრეთ წოდებული მენეჯერები თუ დირექტორები და ამიტომაც ეშინოდათ. მათ რამე თუ ისინი არ ენდობიან არავის. არც მათ შორის მენეჯერის, მაგრამ იმის გამო, რომ აქვს შიში დაკავებისა, ქვეყნიდან გაძევებისა, სამუშაოს დაკავების და შემდგომ იზოლებული ხდებიან, რომ ნებისმიერ პირობებს დაჰყვნენ და იმუშაონ აქ. ადგილობრივები იმედს არ კარგავენ, რომ იქ არსებული სიტუაცია მალე გამოსწორდება და გონიოში დასვენებაც ისევ ისეთი პრესტიჟული და სასიამოვნო იქნება, როგორც ეს წლების წინ იყო.